ძალიან ღრმა შიდა პოლიტიკური турბულენტობა მართლ პარტიაში. ჩვენ ხედავთ და გვესმის ისტორიები, რომლებიც ძალიან მძიმეა და ხედავთ და გვესმის ამის დამადასტურებელი ცნობები ხო თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა ამის ისეთი ნათელი დასტური იყო რომ რაღაც ყარს შიგნით ძალიან მძიმე და ძალიან რთული პროცესია და საუბარი მიდის რაღაცა რეკეტზე, ფულის ამოღებაზე, ნაძარცვი ფულის თავმოყრაზე ერთ ბიუჯეტში. როგორ უყურებ ზოგადად აი დღეს რეჟიმის მდგომარეობას, მათ გადაწყვეტილებებს, მათ აღებულ გესს თან ამ ყველაფერს თან ერთვის რომ ჩვენ აი ჩამოკიდებული თარიღია ვიზა ლიბერალიზაციის, ხო? აი ამ პროცესში გვიწევს არსებობა და ცხოვრება. მოგესალმებით ირაკლი, მადლობა გაცემაში მოწვევისთვის. დღეს საკმაოდ მძიმე დღეა, იქიდან გამომდინარე, დღეს არის მზე ამაღლობელის პროცესიც. ერთ-ერთი ბოლო პროცესი შესაძლოა იყოს და ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ქალბატონ მზიასთან დაკავშირებით ვიხილეთ უამრავი უსამართლობა, მაშინ როცა პარალელურად მეორე მხარეს მაღალჩინოსნები და მაღალჩინოსნების ფარველობის ქვეშ მყოფი კაცები ქალებზე, ცოლებზე და ყოფილ ცოლებზე ძალადობენ ყოველდღიურად და ხედავთ აი ამ უსამართლობას. ამის პარალელურად, როდესაც ქართული ოცნება ამ ყალბდამოჩვენებით ბრძოლას აცხადებს ვითომ კორუფციასთან, რეალურად ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომ ის ფული, რომელიც არათუ მათი ჯიბიდან, არამედ ქართული ხალხის ბიუჯეტიდან არის მოპარული, რაღაცნაირად უკან ჩააბრუნებინონ ამ ხალხს, ოღონდ არა ქართული ხალხის ბიუჯეტში, არამედ ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში. აი ამის პარალელურად გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ კახიკალაძე თბილისის მერობის კანდიდატად, რომელიც არის კორუფციის სახე. გუშინ ფაქტობრივად ვიხილეთ კიდევ ერთხელ კორუფცია თბილისის მერობის კანდიდატად. განსაკუთრებით ამცინავი იყო ეს ბოლო დროინდელი მოვლენების შემდეგ, მაშინ როდესაც ამ ქალაქში დაბუდევრობისგან არაერთი ადამიანი ამ მკვდარი, მაშინ როდესაც ბოლოს ვნახეთ, რომ ბათქაში ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, აგერ ვნახეთ 120 ადამიანი გამოსახლებული, მაშინ როდესაც კახიკალაძე გვიმტკიცებდა 2 კვირის წინ, რომ სპეცრაზმე გარეთ არავის არ ასახლებს და ამ დროს ვნახეთ 120 ადამიანი, როგორც ძალადობრივი მეთოდებით გამოასახლეს. არჩი ამ ქალაქს ნამდვილად თუ რამე ცუდის ჭირს კახიკალაძის გამო, იმ კორუფციის გამო, რომელსაც კახიკალაძე აწარმოებს ამ ქალაქში უკვე აგერ ამდენი წელია და მე მგონი რომ კარგად ხედავენ ამას, კარგად ხედავთ ხო ქალაქში არ არსებობს ქუჩა, სადაც აცობი არ არის, ამდენი 1000 ავარიული შენობა არის, აქ უბრალოდ ადამიანები ვერ პოულობენ თავის ადგილს, დაუცველობის შეგრძნება არის, ამიტომ კახიკალაძე არის ხელახლა კახიკალაძის დაყენება არის კიდევ ერთხელ რაღაცნაირად უსუსურობის გამოვლინება, იმიტომ რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი სიახლე, არანაირი ახალი სიცოცხლე, მათ უწევთ ისევ ან თავის კორუფციაში გასრული ადამიანების ხელახალ წრეზე ბრუნვა, იმიტომ რომ ხო ხა დაფიქრდნენ, შეიძლება მიფიქრენ, რომ აი ვინ შეუძლია დავაყენოთ და მოდი ვინც გამოსტილია კორუფციაში და ვინც გამოსტილია ფულის მოპარვაში, კარგად იცის მან როგორ უნდა გაათეთროს ფული, როგორ უნდა დაარეკეტოს სხვადასხვა ადამიანები, მესაკუთრეები და დეველოპერების სასარგებლოდ როგორ უნდა იმოქმედოს, შესაბამისად მათ ეხლა გამოსტილი კადრი ყავდათ კახიკალაძე და ამიტომ დააბრუნეს ისევ ეს ადამიანი ხელახალ მესამე წრეზე გაუშვეს. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ ქალაქში არაფერი არ უმჯობესდება. ზოგადად აი ის რომ ამდენი ხანი გაიწელა კახიკალაძის პროცესი, ეს ნიშნავს იმას, რომ კი თვითონაც არ იყვნენ გუნდში შეთანხმებული, ძალიან დიდი კრიზისი იყო. მე მგონია რომ თვითონ კახიკალაძისთვის ეგ რაღაცნაირად შესაძლოა დაცვის მექანიზმიც იყოს, იმიტომ რომ დარწმუნებული რომ ისიც არ არის უსაფრთხოდ, ისევე როგორც ქართული ოცნების სხვა კორუმპირებული ადამიანები, ყველაზე უსაფრთხოდ ეს ადამიანები, ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ ეს ადამიანები არიან, მათ შორის ჩვენზე დიდი საფრთხის ქვეშ არიან, იმიტომ რომ აგერ თორნიკე რიჟვაძის მაგალითმა ძალიან კარგად აჩვენა, მაშინ როდესაც ის შემთხვევა მოხდა, რაც თორნიკე რიჟვაძეს დაემართა სამწუხაროდ, მეორე დღესვე ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა მასთან ერთად გადაღებული ფოტოსურათები წაშალეს სოციალური ქსელიდან. მომკითხავიც აღარავინ აღარ დარჩებათ ამ ადამიანებს და სოლიდარობის გამომცხადებელიც აღარავინ აღარ დარჩებათ, ამიტომ ის რომ კახიკალაძე დღეს მერობის კანდიდატია, ეს ალბათ მისი გადარჩენის ერთი ბილეთია, უბრალოდ დროებით გადარჩენის და ის რომ ის თვითმკვლელობას არ მიმართავს შემთხვევით უცებ. ხო. ვიკა, როცა ჩვენ ლაპარაკობთ ამ თორნიკე რიჟვაძის ამბავს და ზოგადად შიდა წმენდაზე, ერთი მხრივ მე ჩემთვის გაუგებარი არის ერთი ნაწილი. თავისთავად რა სიგნალი არის ეს
ადამიანებისათვის, ვინც დანაშაულს ჩადის. ნახე, ჩვენ ვნახეთ, რომ ესე იგი, ვინც არჩევნები გააყალბა, ვინც ხალხი დაარბია, ვინც ხალხი აწამა, ეს ადამიანები ყველა მოხსნეს, ყველა მოიშორა ივანიშვილმა თითქმის, ჩარეცხა, პირიქით იქით თქოს ახლა ფულის მიტანას. თავისთავად ეს ძალაუფლების შენარჩუნება რა გზას ადგას, რა ტიპის მოდელი არის ეს მმართველობის, რაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, იმიტომ რომ ბევრს ქონია აქამდე აღქმა, რომ აი ეს რა არის, აი ივანიშვილი ყოველთვის ცდილობს, რომ კონდეს რაღაცა შიდა პოლიტიკური გუნდის შიგნით ბალანსი, ხო? ერთ მაშინ არ დებს ყველა კვერცხს მაგალითად, იმიტომ რომ გადანაწილებული აქვს ძალაუფლება და ეს ხალხი მე ერთმანეთზე რაღაცას. ეხლა თითქოს აი ყობახიძეზე მოხდა მთლიანი სისტემის ჩამოკიდება. სწორად ვახასიათებთ ამ პროცესს? თუ როგორ ახასიათებ შენ, როგორ ხედავ? ყველას კარგად ახსოვს ალბათ, რომ ბიძინა ივანიშვილი აწყნარებდა ამ ადამიანებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, რომ მათ არაფერი არ შეეხებოდა და ისინი იქნებოდნენ ხელშეუხებელი. მაშინ, როდესაც ამ ადამიანებმა აკეთეს მთელი სიმიძურეები, ყველანაირი კანონი დაარღვიეს, იძალადეს, ირაკლი ყობახიძე დაგვრჩინის ფაქტობრივად ყოველდღიურად მის ამორჩეულსაც კი დაცინეს, იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვს მის ამორჩეულზე, რომ გონია, რომ კადრებს კიდეც, რომ ვიღაცა კაცობას ართმევს ამ ადამიანებს და ვიღაცა ქართველობას ართმევს. ანუ რეალურად ამ ადამიანს დიდი ხანია კაცობა დაკარგული აქვს, მიყიდული აქვს ფულზე და ძალაუფლებაზე თავის კაცობა. ხა ამაზე დიდი კაცობა ვინ უნდა წაგართვას, რაც ირაკლი ყობახიძეს აქვს წართმეული და საკუთარ ამომრჩეველსაც კი ისე უდიერად ექცევა, როგორც საკუთარ თავს ექცევა, უბრალოდ თვითონ ამას შეიძლება კარგად ვერ იაზრებს. თუმცა ჩვენ აი ამ პროცესების მერე, როდესაც ეს ადამიანები აწყნარებდნენ ყველა აი ამ ძალოვან სტრუქტურის წარმომადგენლებს, იმ მოძალადეებს, რომ მათ არაფერი შეეხებოდა, რეალურად ვიხილეთ ძიმე სანქციები საკმაოდ ამ ადამიანების მიმართ. ამ ადამიანმა შავი საქმეები შეასრულეს და მე სავარაუდო პრეტენზიებიც გაუჩნდათ უკვე, იმიტომ რომ მივიდნენ და უთხრეს ამ ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ყობახიძეს, რომ ჩვენ რო აქ შავი საქმეები ვაკეთეთ, დავსანქცირდით კიდეს და სხვა ამბიციები გაუჩნდათ ამ ადამიანებს. ამიტომ ამბიციები აქეთ მხარეს არასდროს არ არის მისაღები ამ შემთხვევაში ირაკლი ყობახიძეს ცოტა ალბათ შეეშინდა ამ ამბიციების და ამიტომ გადაწყვიტეს მათ, რომ განეახლებინათ და სრულიად ახალი სეგმენტით დაეკომპლექტებინათ ეს ველი, რომლებიც უფრო მოწადინებული, რომლებიც უფრო მოტივირებული იქნებიან. უბრალოდ ალბათ ეს ადამიანებს კარგად იაზრებენ, რომ თვითონაც იგივე გზის გავლა მოუწევთ. ხო, ეხლა მეტი რაღა უნდა ვნახოთ, ხედავთ ყოველდღიურად როგორ იყენებს რეჟიმი ადამიანებს მის სასარგებლო და მერე მათაც როგორ მოისვრის ხოლმე ძირითადად გამოყენებული ნივთივით სამწუხარო და ვინც ეხლა რეჟიმს ემსახურება, ის მათთვის რა სიგნალია ჩემთვის ეს არის გაუგებარი, რომ აი გამოგიყენებთ და მოგისვრით, ჩაგრეცხავთ მე. აი პირდაპირ ამას ეუბნება ხო ივანიშვილი? ამან ძალიან დიდი შიგნით და მე ყოველ შემთხვევაში ეგრევე ხედავ და მე ვისაც ვიცნობ შორიდან, რაღაცა გარკვეულწილად სადაც კვეთავისთანაც მაქვს, მათში რა თქმა უნდა გამოიწვია ამ ყველაფერმა შიშები და მე მგონია რომ ყველა ერთსულზეა, როდის ჩამოცილება, როდის გაიქცევა მინიმუმ არა თუ რაღაც მოდომებული და მოწადინებული ბრძოლა, არამედ როდის გაიქცევა ამ მარწუხებს და ამ სისტემას ხა გუშინ კალაძის წარდგენაზე აი არ ვიცი ადამიანებს თუ აკვირდებოდით იქ მოწადინებულ და ხალისით აღარავინ აღარ მიდიოდა. ძალიან ჩეკრებილი ხალხი იყო ხა ადრე თუ ვიღაცას უხარო და ეგეთ ღონისძიებაზე დაპატიჟება ეხლა იყო რომ აი რო არ მივიდეს ვიღაცა რაღაცას უზავს და ვიღაცა ალბათ რო გადახედო აი ყველას თავზე დააწერ ვინ რა კონკრეტულ სარგებელს იღებს და ვინ რამხელა თანხის გამო არის იქ სინამდვილეში არა უბრალოდ რომ ამ პროცესს ამას დასწრებათ მისეს არა ვინც აი სარგებლობს ფინანსურად ამ ყველაფრით ხო აი ყველას თავზე დააწერ არის რაღაცა თანხას დოლარის რაღაცა ნიშნავს ხო, ესეც ხო ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მომენტია, რომ ადამიანები უბრალოდ ადამიანებს უწევთ ისეთ ადგილას მისვლა, სადაც შეიძლება საერთოდ არ უნდათ მივიდნენ, უბრალოდ ისინი ლუკმაპურისთვის და იმის გამო რომ თუნდაც ხელოვანი, თუნდაც მომღერალი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი უწევს რომ ვიღაცა კორუმპირებულ ადამიანს წეს პატივი მარტო იმიტომ რომ უბრალოდ ოჯახი არჩინოს. აი ესეთი ქვეყანა, ეგეთი ქვეყანა დაგვილაგეს სამწუხაროდ, თუმცა მე მგონია რომ ყველაფერი წინ არის და მე მგონია რომ ეს უკვე ერთ-ერთი ისეთი კრიზისია, რომელიც გარდამტეხი იქნება მათთვის, განსაკუთრებით აი დღევანდელი პროცესიც ძალიან თვალსაჩინო იქნება. ყოველდღიურად ხო ხედავთ როგორი დეგრადირება მიდის აქეთ ამ მხარეს და იმიტომ რომ ის ფასეულობები, რაზეც რეალურად გვესაუბრებიან, ეს ფასეულობები ყველაზე ნაკლებად არის მათ მხარეს, აი ეს ქართული ღირებულება, ხო, ეს სულ ამბობ, რომ ირაკლი
კობახიძეს ყველაფერი ქართული ეზიზღება, აბსოლუტურად ყველაფერი ქართული ეზიზღება, იმიტომ რომ ეს ადამიანი ებრძვის ყველაფერ ქართულს. ეხლა რომ დაიწყეს ვითომ ფეიკ და მოჩვენებითი ბრძოლა ნარკოპოლიტიკასთან, ხო ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ამ ქვეყანაში ნარკომანია აყვავა ქართულმა ოცნებამ. რეგიონი არ დარჩა, სოფელი არ დარჩა, სადაც ნარკომანიით ახალგაზრდები არ იღუპებიან. ყველაზე მსხვილი ბარიგები კავშირში არიან ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნებთან. ფარველობენ ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნები. ხშირ შემთხვევაში თვითონ არიან გამსაღებლები. აი ეს ბრძოლა, რომელიც თვითონ გამოაცხადეს, ეს არის რეალურად კიდევ ადამიანების დასაშინებლად და არა ნარკომანიასთან საბრძოლო. თბილისის სავსეა ბარიგებით 14-15 წლის ბავშვებს შეუძლიათ რომ ნარკოტიკი იყიდონ გაჩერებებზე მიკროულია შტრიხ-კოდები, სადაც დაასკანერებენ და 2 წამში შეუძლიათ იყიდოს ნარკოტიკი. ასევე სადარბაზოებში ყველგან. მათ ძალიან კარგად იციან ეს, თუმცა რეალურად ბრძოლა რომ უნდოდეთ, სხვა მიმართულებით წავიდოდეთ, იმიტომ რომ ნარკომანიასთან ბრძოლას რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია. პირველი უნდა ებრძოლო ნარკოგამსაღებლებს, ნარკობარიგებს და მეორე უნდა შეუწყო ხელი სარეაბილიტაციო ცენტრებს, რომელიც რეალურად მუშაობს განვითარებული ქვეყნების მაგალითზე კი, და აქ თავი ალბათ ის არის, რომ სისხლისამართლებრივი პოლიტიკა მხოლოდ ნაწილი თუ არ ნარკოტიკებთან ბრძოლის. მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ შენ არ აშველებ ამას პოლიტიკას განათლების მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით, მკურნალობის ხელმისაწვდომის მიმართულებით, რჩება ეს უბრალოდ დამატებით უბრალოდ სასტიკ პრაქტიკად, რომლითაც სინამდვილეში რეჟიმი ცდილობს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები დაიმორჩილოს და გააკონტროლოს. აი უბრალოდ ეს არის და მეტი არაფერი. ვიკა ამ ყველაფერს ბუნებრივია პროტესტიც ახლავს, ხო და პროტესტში მეგულისხმობ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, მოძრაობას, რომელიც ამ წუთას ივანიშვილის წინააღმდეგ არის. განსხვავებული სტრატეგიების მიუხედავად. როგორ უყურებ იმ პროცესს, რაც ხდება ოპოზიციის მხარეს, ხო? ნუ აშკარად მოხდა გაყოფა პოზიციებისა იმის შესახებ, ვინ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა, ხო? თქვენი პოლიტიკური გუნდი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და თქვენ გააფორმეთ ესეთი ღრმა თანამშრომლობის შეთანხმება ლელოსთან, ერთმანეთს კანდიდატებს არ დაუყენებთ. ეს პროცესი როგორ მიდის მათ შორის და როგორ უყურებ ქართულ ოპოზიციაში განვითარებულ ამბებს? კი, ძალიან ბოლო პროცესებს ვიღაცები ტრაგიკულად უყურებენ, მაგრამ ჩემთვის პირადად ეს ტრაგიკული არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკა არის ცოცხალი ორგანიზმი. ამ პოლიტიკის პროცესში ძალიან კარგად ჩდება, ვინ არის მებრძოლი, ვინ იბრძვის რაღაც დემოკრატიული მეთოდებით, ვინ უბრალოდ მარგინალდება, ასე რომ ვიღაცებს შეიძლება ეწყინოთ, მაგრამ ეს პროცესი ძალიან კარგად აჩენს ყველაფერს. თუმცა მე პატივცემ ყველა არჩეულ სტრატეგიას, რომელიც თუნდაც მეორე მხარეს არის არჩეული, პატივცემ იქამდე სანამ სხვას არ აყენებენ შეურაცხყოფას. და ჩვენ კარგად იცი რომ ჩვენ არასდროს ხვისი სტრატეგიისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია და იმის გამო რომ მათ სხვა სტრატეგია აირჩიეს ჩვენგან განსხვავებით, ჩვენ მათზე აუგი არასდროს არ გვითქვავს განსხვავებით მეორე მხარისგან. კი, ჩვენ ვფიქრობთ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ბრძოლის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება. ეს არის არჩევნები, როდესაც ყველაზე ახლოს მიდიხარ ამ მრჩეველთან. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის, როდესაც მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი რაღაც ეტაპზე ინტერესდება პოლიტიკით. საპარლამენტო არჩევნები ძალიან განსხვავდება ამისგან, იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო არჩევნებზე სოფელში თუ მცირე დასახლებებში არ არის დაინტერესება, იმიტომ რომ ვერ ხედავენ ის ადამიანები მათთვის სარგებელს, რომელიც შეიძლება მოიტანოს არჩევნება. განსხვავდებათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და აქტივობაც ყოველთვის შედარებით უფრო მაღალია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თუ შევადარებ. რასთან შედარებით? საპარლამენტო არჩევნებთან, წინა წლების საპარლამენტო არჩევნებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგიონებსა და სოფლებში აქტივობა არის გაცილებით მაღალი. ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე. ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე. მე პირიქით მახსოვდა რომ ზოგადად ჯამურად ქვეყანაში არის პირიქით, ნუ საპარლამენტო არჩევნებზე უფრო მაღალი ხომ ქალაქები წონის, ამიტომ დავაკონკრეტებთ. საინტერესო დაკვირვება არ შემიძლია რეგიონებში ყოველთვის არის უფრო მაღალი აქტივობა, იქიდან გამომდინარე რეგიონებში კონკრეტულად სოფელი X-ი ხედავს რომ მისი არჩევნები ეს არის. აქედან გამომდინარე, აი ამ შანსის გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დავდეთ, ესე ვთქვათ, პარტნიორობის თანამშრომლობის შეთანხმება პოლიტიკურ ჯგუფთან, ლელოსთან, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან სწორი სტრატეგია იქნება.
ჩვენ ვეძებთ ნეიტრალურ კანდიდატებს, თან ხვდებით რა გარკვეულწილად ნეიტრალურ კანდიდატებზე და ასევე შეთანხმებულ კანდიდატებზე. ზოგიერთ, ასე ვთქვათ, სამაჟორიტარო ოლქში იქნება ჩვენი მხრიდან დაყენებული, ზოგიერთ სამაჟორიტარო ოლქში იქნება მათი მხრიდან ჩვენ ხელს არ შეუხდით ერთმანეთს პირიქით დავეხმარებით. გარდა ამისა, ხო, აი ხა მეორე მხრიდან რომ მოდის ხოლმე კრიტიკა ხშირად, რომელსაც ფიქრობ რომ არანაირი საფუძველი არ აქვს, იმიტომ რომ ყოველს თავისი ბრძოლის ველი აქვს. მე რომ მოქალაქე ვიყო, უბრალოდ და არ ვიყო პოლიტიკაში ჩართული, ჩემთვის ძალიან სანდო პოლიტიკოსი იქნებოდა, ვინც აი ხლა ამ უთანასწორო ბრძოლაში შედის. ვისაც აი ამ უთანასწორო ბრძოლაში ბრძოლის თავი არ აქვს, იმ პოლიტიკოსის იმედი მე როგორც მოქალაქეს არ მექნებოდა. შესაბამისად, იმის ფუფუნება დღეს სამწუხაროდ არ გვაქვს, რომ ვიწუწუნოთ, რომ არ მოგწონს კანონები, არ მოგწონს გერმანიასავით რო ვიყოთ და სრულიად დემოკრატიული ქვეყანა კი, ყველა შეუძლია რომ პოლიტიკოსი იყოს, ყველა შეუძლია რომ არჩევნებში შევიდეს და ყველა შეუძლია ბრძოლა. ვართ ესეთ უთანასწორო პირობებში. ამიტომ ხალხის მიტოვება შუა გზაზე და ხალხის მიტოვება ქართული ოცნების პირისპირ არ შეიძლება. აი, ამას ბევრი გვიკაბანთია და გვისაუბრია და ბოლო კვირებშიც ბევრი საუბარი გაიმართა ამ თემაზე. კანდიდატებთან დაკავშირებით მინდა ვიკითხო, რომ აშკარა რომ თბილისის მერობის კანდიდატი მაინც საკვანძო ფიგურა იქნება ამ კუთხით, ხო? მე აი ჩემი განცდას კეთხვი ვიკა როგორც მაქვს. მე ვხედავ რომ აშკარად ალიკო ელისაშვილი გამოკვეთილი კანდიდატია, ვინც შეიძლება რომ აი ესეთი საერთო ან ლელოძლიერი საქართველოს კანდიდატი იყოს, თუმცა ხვდები რომ თქვენ მხარეს ალეკოსთან დაკავშირებით აქვს ასე რომ ვთქვათ მეტ ნეიტრალურ, უფრო ნეიტრალურ კანდიდატი გინდათ რომ იყოს. აი ესეც თავისუფლება დამრჩა და სწორი თავისუფლებაა ეს ჩემი რომ აი რაღაცნაირად ეძებთ არაპარტიულ კანდიდატს უფრო მეტად ვიდრე თქვათ ალეკო ელისაშვილი. ჩვენს მემორანდუმში გარკვევით გვიწერია შეთანხმებული ან ნეიტრალური კანდიდატი. შესაბამისად, ჩვენ ვართ აი ამ ძებნის და შეთანხმების პროცესში. აქედან გამომდინარე, ვეძებთ ისეთ კანდიდატს, რომელიც თბილისელებისთვის იქნება ყველაზე მეტად მისაღები, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს აი ამ კორუფცია წარდგენილ კანდიდატს. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი ჯერჯერობით მიდის. აი, როდესაც შევჯერდებით ამაზე, შემდეგ უკვე რა თქმა უნდა, გასწავლოთ ამას.